ვახსნით კონდიციონერის კომპრესორს. 1 ვოლტი, 2 ვოლტი, დაბლა აქ კიდე 2 ვოლტი. ერთი ჩანს აქ და მეორეც voltia es mere უკანა მხარეს ეს რკინის ფაიბრი, რკინის არა, ალუმინის ფაიფია, აი ეს. ამას 1 ვოლტი აქვს. აი უკვე მოუშვი კიდეც. აი ჩანს კიდეც 1 ვოლტი აქვს. არ უნდა შეგეშინდეთ, ფრეონი არ გამოვა ნუგეშინე. აქ რო ამოვიღოთ ეს. უნდა მოიხსნას აი ეს და ეს. ამების მოხსნა ადვილია. აბატარავა. 2 ცალი ვოლტია, ამას გაიწევა მარჯვენა მხარეს და ამასაც 2 ცალი ვოლტი აქვს, სადაც გაიწევა მარჯვნივ. ანუ ესენი მოძრაობს. პრობლემა არ შეგიქმნათ ამან. ხო, აქ ეს კამარი რომ მოვაძროთ. აი აქ აქვს გასაკეთებელი. აი ამის აქ ესე უკეთდება, ვინც არ იცის და იწევა დაბლა. დაბლა უნდა ჩაიწიოს ასე. დაბლა ჩააწვევით და ეს მოიხსნება. გამოხსნა განახებთ. ეს დაბლიდან რომ დაინახოთ. აი ეს არის კომპრესორი. აი ეს არის 1 ვოლტი, რომელიც ფრეონი შედის აქ. აცირკულირებს, აქ დანაყოფებია ბევრი ამ კომპრესორში, აცირკულირებს და ამოდის უკან. 1 ვოლტი და მეორე ვოლტი. ეს არის ვოლტი. ეს ახსნება და 1 ვოლტიც აქედან ახსნება. ეს მოჩვენა თარიღა ეს ვოლტი მოუშვი აქედან და ეს შლანგი გავა ჩაუვიოთ უკან. მაგრამ ჯერ ეს შლანგი უნდა მოიხსნას 3 ვოლტთან და დამჭერებულთან ერთად ეჭერს ეს დამჭერია გამას.
ეს არის ძველი. აქ არ მუშაობს აი ამის შიგით. ქართულად არ მახსოვს რა ქვია, ციკლენი არა მოკლედ. ციკლენი არ მუშაობს ამაში, კლაჩი ქვია. შიგით არის აი ამებს რომ მოახსნით, შიგით კიდე ერთი რაღაცა ტრიალებს. და ამაში ის არ მუშაობს, ამისი ეს როგორ უნდა გავსინჯოთ, გეტყვით ახლა. მოკლედ, აი ესეთი მულტიმეტრი გინდათ. უნდა დავაყენოთ ეს ომებზე. დაახლოებით აი ესე რომ ომი, აი ეს არის ომის. ომი. მოკლედ ომის რეჟიმზე უნდა დავაყენოთ. შემდეგ რო გავიგოთ როგორ მუშაობს. აი აქ შტეკერში მოკლედ უნდა დავადოთ ესენი. ამებს რო დავადებთ, აქ უნდა გვიჩვენოს 7 და 4-იან 7 და რაღაცა რა. თუ 7-ზე ნაკლებს აჩვენებს, ესე იგი წინააღმდეგობა აღარ აქვს, ანუ არ მუშაობს რა, ერთ სიტყვით ამას შიგით რაღაცა აქვს, რაც გაჩვენებს ამას, რომ 7 და რაღაცა უნდა იყოს დაახლოებით. ხო, ამის ესე რომ გაჩვენოთ ნათლად, მოკლედ რანაირად გამომივა არ ვიცი, მაგრამ ერთი ხელით რო ვქნა. აი ეს აჩვენებს 3 და 4-ს, ესე იგი ეს გახვჭებულია, მოკლედ ეს ამას ნიშნავს. მოკლედ ერთი ხელით ვერ შვები. ამას რომ დაადებთ აქ. ომებზე უნდა აჩვენოს, რომ არის მოკლედ 7 და რაღაცა რა. და თუ 7 და რაღაცა არ არის, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ამას დარხეული აქვს. ხო, ამაში რა გჭირდებათ ახლა? ამაში გჭირდებათ ასეთი რაღაცეები რა, მოკლედ რა ქვია ამას არ მახსოვს. ინგლისურად ქვია O-ring-ი. ახალს რო იყიდეთ, ესაც აუცილებლად უნდა იყიდოთ, რომ გამოსვალოთ აი ეს რეზინის არ ვიცი რა ქვია მოკლედ. აი ეს რაღაცები უნდა გამოვცვალოთ. ამებსაც რასაც აქვთ. აი ამებსაც შესაჭობები რომელიც არის, ამებსაც აქვთ ზედა მოკლედ. აუცილებლად გამოსაცვლელია ესენი, მაგრამ მახლებს აყენებთ. მოკლედ. ეს გავზიო ცოტა. ხო. ამას სამსახურები მოყვება, ამას ახლა მოხსნი. დავშლი ამას ჩვეულებრივად და დავაყენებ აი აქ რაც მიდის აი ეს რაღაც ამაზე რეზინას. კაც რეზინას და გავუკეთებ და დავაყენებ და განახებთ. მოკლედ დავაყენე. ეს ზევიდან არ ამოდის, ყველა ვარიანტი ქვევიდან უნდა ამოიყვანოთ, ჩაიყვანოთ და ამოიყვანოთ. ამას შიგით აქვს ზეთი, რომელიც აუცილებელია შიგით უნდა დარჩეს. ამიტომ აი აქ პროპკები, რა პროპკებიც აქვს. აი ეს პროპკები არ გამოვაძროთ, სანამ არ დააყენებთ. რო დააყენებთ, მერე გამოწვრება და ეგრევე უნდა შეაჭროთ. მანამდე შეცვალეთ აი ეს O-ring-ები, რეზინის ვალი რაღაცეები, მოკლედ უნდა შეიცვალოს მაგ თავებზე. აუცილებლად. ხო. დაბლა დამჭერები აქვს. ეგენი აუცილებლად შესაძლებელია, მოკლედ ეს O-ring-ები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ზეთი, შიგრად ზეთიც არის, ის ზეთი აუცილებლად უნდა დარჩეს შიგ. არ გადმოაქციოთ, ანუ ვიცი ვიღაცებმა გააკეთეს თავის და გადმოაქციეს ეს ზეთი, ეგონათ რომ არისო აი სპეციალურად იყო გასაპუხად, ესე ვთქვათ, პერმანენტულად ჩასხმული, მაგრამ არა, უნდა იყოს ისეთი შიგით. სამუშაოდ აუცილებელია კომპრესორისთვის. მოკლედ დავაყენე აქედან აი ეს ორი ცალი ალტერნატორის პლუს და მინუსი იხსნება. აი ესენი მოიხსნას, რომ აქ ზეთი რაც არის თვითონ კომპრესორში არ დაიღვაროს იმის შერჭობის დროს. შლანგის, აი ამ სქელი შლანგის შერჭობის დროს არ დაიღვაროს. იმას ეხსნება თავი, იმ კომპრესორს ეხსნება თავი,
პატარა მიფარებული რეზინის რკინა და რეზინა აქეთად რა. ეს პატარა არის პატარა შესაჭრობის ანუ დაბლით მხარეს რომელიც მიდის. აქ არის 2 ცალი შლანგი და მოკლედ დავაკნე ეს დავამაგრე დენი შეიცვალა ყველაფერი მოკლედ ეხლა უნდა შევცვალო ამას ქვია დრაიერი როგორ განახოთ აი აქ აღენია დრაიერი ეს არის დრაიერი ესაც ადვილი შესაძლელია არაფერი ზედმეტი არ არის სხვადასხვა ამ ყველაფრის შეცვლაში ითხოვენ $1200 ამიტომ თქვენ რო შეცვალოთ ვისაც გყავთ რა თქმა უნდა ჯობია ეს არის ესე იგი დრაიერი ნიშნავს გამომშრალებელს ალბათ არ ვიცი როგორ ახსნა ეს არ ვიცი მაგრამ დრაიერი ქვია ამას და ესაც უნდა შეიცვალოს როცა ჯობია რომ შეიცვალოს რა და ორი ცალი რაღაცა არის აი აქ extenderi ქვია თუ რაღაცა extension თუ რაღაცა აი აქ არის მოკლედ ორი ცალი რაღაცა რომელიც იხსნება ესენი ეს მთლიანად იხსნება ეს რაღაცეები და გამოდის და იხსნება და მოკლედ მაგდება მაგაზე ხო აქ ამაზე შესაძლებელი მაქვს წყლის პომპა ეს არის წყლის პომპა ამას უკვე გაზდის აი აქედან აქ ხვრელი როცა იწყებს გასვლას მოკლედ აქედან გაჩვენებთ უბრალოდ როცა აფუჭდება აქედან გაჩვენებთ რომ აფუჭდა და გაზდის წყალი კიდე რა არაფერი პრინციპში ეს იყო და ეს ამებს ახლა შევცვლი ესენი იმას რომ შეცვლით ანუ ესეთი ამბავია რომ შეიცვლება ეს რო შეიცვლება ანუ შეგიძლიათ მარტო ესეც შეცვალოთ მაგრამ რეკომენდირებული არის რომ დრაიერიც და ის ექსტენდერებით შეიცვალოს რა მაგრამ ეს ყველაზე ძნელი შესაძლებელია ანუ ეს რო გონია რომ აქ რაღაცა შეიძლება მოხდეს არაფერი არ მოხდება მთავარია შეცვალო ანუ შეგეძლოს მოხსნა ესე ვთქვათ რა ცოტა ჯანი კი უნდა მაგრამ კლიანობაში ისეთი არაფერი ქვევიდან ჩამოდის და მორჩა ეგ არის და ეგ